ანუ ამერიკა თავისი მსოფლიო ლიდერობის განსამტკიცებლად შეუდგა პირველ რიგში საკუთარ ღობესთან, საკუთარ ფუძესთან სიტუაციის გამტკიცებას და ეს სწორი გეოპოლიტიკური გათვლა. აი ამ ვითარებაში ჩვენი როლი კიდევ განსაკუთრებით იზრდება. და თანაც საფრთხეც ძლიერდება. თუ არ მოვექცეთ ამ გადანაწილების დროს ტოტალიტარული ქვეყნების ბანაკში, საიდანაც კიდევ რამდენი საუკუნე აღარ გამოვართ. ახლა ჩვენ გამოსახულობთ, არავინ ბირთვულ ომს არ გამოუცხადებს პეკინს, მოსკოვს ან სხვა რომელიმე ტოტალიტარულ სახელმწიფოთა ბლოკს, ხო? ამიტომ სწორედ აი ახლა წყდება ჩვენი ბედი. სადავრჩებით ისევ ტოტალიტარიზმის თხოვებაში თუ თავისუფალი სამყაროს ერთეული თავაწეული ნაწილი გავხდებით. აი ამ სოფლიო გადანაწილების უზარმაზარ ქარაშოჩში. ჩვენ გავართ არჩევანის წინაშე და სამწუხაროდ სწორედ აი ახლა მოგვევლინა რეჟიმის სატელიტური მარიონეტული, რომელიც მიგვატრევს პირდაპირ ირკუტსკის ოლქში, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გადასახლებაში. რასაც ჯერჯერობით ქართული ხალხი არ უშვებს და ჩვენი მოკავშირეებიც არიან განწყობილი, რომ ამგვარი პრეცედენტი აღარ უნდა შეიქმნა საქართველოს თავს. მომავალ წელს გეოპოლიტიკურად, ჯერ პოლიტიკურად უნდა განვეცხოთ, რომ რეჟიმი ჩამოიშლება ივანიშვილის, ან იმ სანქციებით, ან მისი საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაცემით, ან დაკავებით საერთაშორისო მადუროსნაირი ოპერაციით. Ну აი შანსი არ არის, არაფერი კარგი გამოსავალი მას არ აქვს. რეჟიმი აღიარებული არ არის, რეჟიმის მეთაური დასანქცირებულია, რეჟიმის თავარი სახეები წამყვანი დასანქცირებული არიან ასევე იგივე ევროპაში ეს სანქციების პროცესი გაღრმავდება და ვიმეორებ გადაიზრდება უკვე მართსაჯულების კონკრეტულ ნაბიჯებში ძალიან ცუდი ფორმებით მათთვის და ჩვენ უნდა განვეწყოთ იმისათვის რომ რეჟიმს განვეშორებით ამ წელში გვექნება ახალი თავისუფალი არჩევნები ავირჩევთ ახალ ეროვნულ ხელისუფლებას რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ საფუძვლებს აღადგენს დემოკრატიის კუთხით ეკონომიკას აღორძინებს კორუფციას დაამთავრებს ეროვნულ სიმდიდრეს ხალხზე გაუშვებს დიდრებს პოლიტიკიდან გარეკავს კინცისკვრით არასოდეს ისინი აღარ დაბრუნდნენ სპორტსმენებთან ხის თავიან კვლელ სპორტსმენებთან ერთად დაიბრუნებს თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას ქვეყანა აი ამ ცვლილებების გზით რეჟიმის წარმომადგენლები წავლენ სასამართლოში მათ მოპარული ქონება იქნება დაბრუნებული ბიუჯეტზე აი ახლა მადუროს ანგარიშები მილიარდებია იქ 95 თუ რაღაცა ვიკითხე დილას ნუ არ უცხო შემთხვევაში ივანიშვილზე ბევრად მეტი გაყინა შვეიცარიის მთავრობამ და განაცხადა რომ ის დაუბრუნდება ვენესუელელ ხალხს აი სწორედ ეს პრეცედენტი დახორციელდება საქართველოშიც და გატანილი მილიარდები, ათეული მილიარდები ეს არ არის ცოტა თანხა თქვენ კიდევ ნახავთ რამ დიდარი ქვეყანა ვართ, რა პოტენციალი და რესურსები გაგვაჩნია რომ ამდენი მოგყაროს, ხო წარმოგიდგენია. ეს ყველაფერი და უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში და მე ვარ დარწმუნებული 26 წელი იქნება გამარჯვების ჟამი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ემიგრანტებს დავაბრუნებთ, გრანტს დავაწესებთ დაბრუნების გრანტს ემიგრანტებისათვის დავიწყებთ ქართველთა ძებნას დედამიწის ყველა კუთხეში იმისაც რომ მოახდინოთ რეპატრიაცია დაბრუნება ფერეიდანიდან და კიდევ სხვა რეგიონებში სადაც არის გაბნეული ქართველობა და ვინც თავს ქართველად თulis და კიდევ სხვა იმოთხოვნებს საკმაყოფილებს რაც იურიდიულად არის დადგენილი ანუ ჩვენი თავარი მიზანი არის დემოგრაფიული ბალანსის აღდგენა დემოგრაფიული ბალანსის, ანუ ეროვნული უმცირესობიდან ქართველებმა უნდა დაიბრუნონ უმრავლესი სახელმწიფო შემქმნელი ერის და ეთნიკური ჯგუფის ფუნქცია. ამისათვის უნდა წახალისდეს საოცრად მრავალშვილიანობა ოჯახების შექმნა მთელი სახელმწიფო რესურსი უნდა წავიდეს ამაზე, მთელი საგადასახადო პოლიტიკა, მთელი ეკონომიკური შემოსავლები დიდი ნაწილი უნდა მოხმარდეს აი ამ ერის გამრავლების საქმეს. ვერც ერთი პარტია ამას ლეიბორისტული პარტიის და ვერ გადაგიწყვიტავთ. არჩევნები გვაქვს ორი. ან ისევ მდიდრებს ვირჩევთ სხვაგვარი და სხვა სახელით, ან ვირჩევთ ჩვენ თავს, ხალხს და ქვეყანას ლეიბორისტული პარტიის სახელით. სხვა არჩევნები არ აქვს. ეს დანარჩენები ჯგუფები იყვნენ შემოვიდნენ პარლამენტში რაღაც 10 კაციანი უმცირესობის სახით
ფრაქციებად ვასწავლით პოლიტიკას და ვასწავლით რა არის სამშობლო სამსახური და რა საკუთარ ჯიბეზე ორიენტირება თავისი დამფინანსებელი ოლიგარქის დავალებით. აი მას ვასწავლით და იმედია ჩამოყალიბდება მათგან ღირსეული ნორმალური პარტიები გარკვეული პერიოდის შემდეგ. საკითხები შიგნით უკვე უნდა გქონდეს ფსიქოლოგიურად მომზადების სტადიაში, რომ ყოველწლიურად შეიძლება გაიხსნას კვანძი ჩამოუნხოს ეს რეჟიმი და დავდგეთ არჩევანის წინაშე, დავდგეთ იმ რეფორმების აუცილებლობასთან, რის გარეშეც ქვეყნის რეანიმაცია და აღდგენა გამორიცხულია. გეოპოლიტიკაში რას ველოდებით? აძლიერდება როგორც შანს ამერიკის და ევროკავშირის დაპირისპირება, მაგრამ ეს არის დაპირისპირება ნათესავებს შორის, პირდაპირ ვთქვათ, ეს მაინც ერთი სამყაროა, ერთი ცივილიზაციური, კულტურული საწყისებით ერთიანი ატლანტიკური სივრცის ფარგლებში, მათ შორის სამხედრო ორგანიზაციის ნატოს ჩათვლით, რომელიც აერთიანებს ამ სისტემებს, ამიტომ ეს მაინც იქნება პოლემიკური ხასიათის დაპირისპირება, რაც შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს, ახლა დაპირისპირება ერთ პარტიაში ოჯახშია და ახლა ამ ყველა სამყარო და რატო უნდა გქონდეთ ასთან სხვადასხვა და პოლემიკა. თუმცა ევროკავშირის გაძლიერება, ცენტრალიზება, ერთიანობის დემონსტრირება ძალიან აუცილებელია და ორბანის და ფიცოსნაირი ლიდერები უნდა განიდევნოს ევროპული პოლიტიკიდან. აი სწორედ ეს ორი სატელიტია მოსკოვის, რომლებიც ზედ არიან გადაფარებული ივანიშვილის რო ის არ იქნას დასანქცირებული და ფაქტურად საქართველოს მტრებია პირდაპირ შეიძლება ვთქვათ ეს ორი ევროპელი ლიდერი. აი ასეთი სინდრომებისგან ევროპა უნდა განთავისუფლდეს და ის გახდეს საერთო ღირებულებების ცენტრი, რომელსაც მთელი მსოფლიო მიბაძავს. და არ უნდა გადააჭარბონ აი რაღაცა ნეოლიბერალებმა დაღუპეს არაერთხელ რომის იმპერიიდან გაწყებული კაცობრიობა. ისევ ნეოლიბერალიზმის მსხვერპლი არ უნდა გახდეს ეს ტრადიციული ჩვენი უკავშირე სამყარო და სივრცე, სადაც ოჯახი, ტრადიციები, მამაშვილობა, დედაშვილობა, დედმამიშვილობა ავალია სალოცავის დონეზე. და ეს ნეოლიბერალების აი აქ არიან ეს უსუფაშვილ ხიდაშვილები, ბერძენიშვილები, ზურაბიშვილები, ზაქარიაშვილები და ეს ბანდა იმ ევროპელ ნეოლიბერალებთან კონტაქტში მყოფი და მათი გამოსდილი, აი ემაც ჭკუაზე არ უნდა წავიდეს ეს სამყარო და არ უნდა გახდეს ორბანის და ფიცოს საკრიტიკო, რომ აი თქვენ ჰომოსექსუალურ წყვილებს აკანონებდა და სქესის გადაკეთებას აკეთებდა და სხვა. უნდა დაანებონ თავი პოლიტიკოსებმა სექსუალური თემების გარჩევას. იზრუნონ ადამიანებს. ადამიანები გადაწყვეტენ მე სად დაიძინო ღამე და ვისთან დაიძინო. დაანებონ ამაზე საუბარს თავი და მოაქცევენ ამას პოლიტიკურ დოქტრინად, ცირცხვილია ბოლოს და ბოლოს და ეს ნეოლიბერალების პროვოკაცია ზუსტად, რაც კარგად იქნება მე გამოყენებული პუტინისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ. აი ევროპა გინდათ, ესე იგი გინდა რომ კაცკაცზე დაქორწინდეს. არც ერთ შემთხვევაში. რამდენი ევროპაში წასული ჩვენი ემიგრანტი ვინმე უნახავს რომ მე გაუთხოვებიათ ძალით და უკორწინებიათ. იქამდე მივიდნენ უკვე პუტინ ივანიშვილის იდეოლოგიური სამსახურები რომ შეურაცხყოფას გვაყენებენ სასწაულს არაერთხელ თქვით ხო რომ თუ არ იქნა ივანიშვილი და ოცნება თურმე ქართული კაცები გათხოვდება ყველა. გათხოვდება და ესენი არიან აუცილებლად ჩვენი ყარაულები რომ ეგ არ გავაკეთოთ. აი აქამდე მივიდნენ ამაში და ვიმეორებ ევროპელი ნეოლიბერალების დამსახურება ბრჭყალებში ძალიან დიდია ამ საქმეში. ამიტომ აი ეს სიტუაციები დასარეგულირებელია. თუ იდეოლოგიურად დასწორდეს ვითარება და არ მიეცეს საშუალება პროვოკატორებს რომ ევროპული ერთიანობა დაირღვეს ან ევროპის ოპონენტებს მიეცეთ საუბრის საშუალება რომ აი ხედავთ ჩვენ როგორ ტრადიციულებია და მაგრებია და ხედავთ როგორ გახცნა და რა პროცესები მიდის. აი ამისათვის საჭიროა რომ ევროპელებმა კვლავ არ გააძლიერონ აი ვით ჩამოგითვალეთ რომ გატენეს გრანტებით ებერტის ფონდი, ვესტმინსტერის ფონდი, ფრანგული ფონდები, რაც იყო ევროპის დემოკრატიის ფონდი, აი ამ სამარცხვინო ნეოლიბერალებს და ივანიშვილის ყოფილ მოკავშირეებს, რომლებიც გამოყარა მე ივანიშვილმა, აჭმევდნენ და ასმევდნენ 30 წელი. იმ ფონდებიდან და იმ გრანტებიდან. უნდა დაიარონ კარგად იმ ევროპელმა გრანტის მიმცემებმა სკოლები, ინსტიტუტები, სოფლები, ქალაქები, უბნები, ნახო, ნეძებო, ნიჭიერი ხალხი. იმაზე გასცენ გრანტი, გააკონტროლონ ეს გამოყენებული იქნა საქმეში. და არა იმის შესაძენად,
ლექსუსების და იმის, რა ქვია, პენტჰაუზების მადრიდში. როგორც ხდებოდა აქ. აი ამიტომ ამერიკასა და ევროპას შორის გაგრძელდება და იმედია ეს ყველაფერი დაალაგდება და ჩვენთვის ორივე ამერიკაც და ევროპას შორის რჩება სტრატეგიული მოკავშირე. მათ გარეშე ვიმეორებ ეს ტოტალიტარული რეჟიმები დაგვშვილდნენ, გაგვიყოფდნენ, გადაგვინაწილებდნენ. არ არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ძმობა, მეგობრობა, მოკავშირეობა და ლირიზმი. არსებობს ხեցური პრაგმატული ინტერესი, კონკურენცია, დასუსტი, ის აუცილებლად ისარგებლებს მეორე სახელმწიფო იმისათვის, რომ მეტი მოგება მიიღოს შენ დასუსტები და შენი სივრცე დაიკავოს. აი დაინახეთ ალბათ, ხო? როგორც კი მორიგდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი, ჩვენ შემოგვიტრიალდა. რა მოწერა და უსტარები გაუშვეს იმ ტვირთის გადაზიდვის ტარიფებზე, კი რაღაც მომი გამოგვიცხადა ბაქომ და ერევანიც აყვავს საქმეში. მთელი მეზობლობა და სტრატეგიული მოკავშირეობა. ულმობელი კონკურენცია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა და ამისათვის უნდა ჩვენ გზად პოლიტიკურად, იდეოლოგიურად, ეკონომიკურად, გეოპოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც. და სადღაც აქვს სამხედრო, ვინც დანიშნეს თავდაცვის მინისტრად, ყველა ციხეში წავიდა. ყველას აბრალებენ ან არ აბრალებენ მილიარდების მოპარვას. რაღა დარჩა სამხედროს და ოფიცერს და რით უნდა დავიცვათ თავი. აი ესე მდგომარეობაშია სახელმწიფო. რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინაში. პრაქტიკულად უკრაინის გამო მან დაკარგა მადუროსკი, რომელიც მოკავშირე იყო რუსეთის. სირიაც დაკარგა. უამრავი დათმობები გააკეთა. უკრაინაში როგორმე გაიმარჯვეს, რადგან ძალიან კარგად იციან მოსკოვში, რომ უკრაინის გარეშე რუსეთისგან იმპერია არ გამოვა. ეს ჯერ კიდევ ბზეჟინსკის თქვა და ეს კონცეფცია იწვევს კანკალს მოსკოვის სპეცსამსახურთა კაბინეტებში. ამიტომ მათი მთავარი მიზანი უკრაინის შაღლაბა. ეს გაგრძელდება, იქ რაღაცა პერიოდები იქნება, თუმცა ჩაწყნარების, მოლაპარაკების, მშვიდობის, მაგრამ ასე იოლად არიშული სამწუხაროდ არ დამთავრდა. ნახოთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა და უკრაინა გადარჩება და იქნება თავისი ღირსეული ადგილით მსოფლიოს მეგობარ ერებს შორის, მათ შორის პოლიტიკურ უკაზე. ჩინეთი გააგრძელებს დომინირების მცდელობას ევრაზიის კონტინენტზე და ასევე გააგრძელებს დაინტერესებას ევრაზიული გზით, რომელიც გადის საქართველოს. თუმცა ვიმეორებ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ შეცვალა ვითარება ჩვენს გარშემო ზანგეზურის გზამ, რომელიც ტრამპის სახელს ატარებს, შექმნა იმის საფრთხე, რომ პანთურქული სამყარო გაერთიანდეს, რაც მათი თურანელთა დიდი ხნის ოცნება და ეს უკვე ახალ პრობლემას გვიქმნის ჩვენ, ახალ და მძიმე პრობლემას. ჩრდილოეთით რუსეთი, ოკუპანტი და პოლიტიკური ანექსიის ავტორი დღევანდელ ეტაპზე, სამხრეთით თურქული გაერთიანებული სამყარო, შუაში ყეჩგაცხერილი ძვალით ისევ საქართველო და ამავდროულად თურქებსაც პრეტენზიები თურქი მოსხების ჩამოსახლებაზე, ყარსის ხელშეკრულება, რის თაობაზეც შევარნაძეს ვაფრთხილებდი ჯერ კიდევ 30-32 წლის უკან და არავინ არ მისმენა. როცა ეს ხელშეკრულება დაადასტურეს და აღიარეს თურმე. თურქეთმა დაგვითმო ბათუმი და აჭარა, თორე ისე მაგათია, კიდევ ეგრე წერია ხელშეკრულება. ამაზე მომივიდა ხო პირველი უთანხმოება შევარნაძესთან, მაგრამ არ შეიძლება ამის დადასტურება. ანუ აი ეს მტრული სამყარო ჩვენს გარშემო პოლიტიკურად მტრული ძლიერდება და ამიტომაც კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ძლიერი მოკავშირე შეერთებული შტატების სახით. თუ რა თქმა უნდა მეორე ეტაპზე ევროპაში და ბრიტანეთი. აი ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი გადარჩენა. სხვა შემთხვევაში შეყოლება. ასევე მიდის ირანში პროცესები გამოსვლებია დიდი ვარაუდით დაემხობა მოლების რეჟიმი. აი ეგ არის მოლების მმართველობა მაესიც. რელიგიის გამოყენება პოლიტიკისათვის და ფულის საშუალებლად არის ყველაზე დიდი დანაშაული ღმერთის წინაშე, რაც შეიძლება კაცობრიობამ ჩაიდოს. აი ამ მღვდლების ჩვენთან მაფიოზების გაპოლიტიკოსება ფაქტობრივად აი ირანის მმართველობას გავს ძალიან, აიათოლების მმართველობას. ანუ აქ აიათოლების მმართველობას დასამთავრებელია ივანიშვილის მმართველობასთან ერთად. ცნობისად. ხო და აბა დიდი ვარაუდით ირანში ჩამოიშლება ეს სისტემა ანუ რელიგიური რეჟიმი
და ეს არ არის კარგი ჩვენთვის ახლა შეიძლება არ გამიგოთ რაც სწორად. გეოპოლიტიკაში ხშირად რაც ამაღელვებელია ვთქვათ და ისეთი პათოსურია, ზოგჯერ არ არის სასარგებლო კონკრეტული ქვეყნისთვის. ირანში აიათოლების რეჟიმის ჩამოშლა და სამოქალაქო რეჟიმის დამყარება, დიდი ვარაუდით შახი დაბრუნდება იმ რეზა ფეხლევის-შვილი, რომელიც ახლა ამერიკაშია. გამოიწვევს იმას, რომ ეს ქვეყანა 100 მილიონიანი უზარმაზარი ნავთობ რესურსებით კვლავ დაუბრუნდება ცივილიზებულ სამყაროს, გზები გაიხსნება ირანის გავლით, მათ შორის ჩინეთიდან სავაჭრო გზები და ზანგეზური შეიძლება არავის აღარ დაჭირდეს ისე წავიდეს ეს თვითები და ეს კომუნიკაციები დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის. ანუ ეს გარკვეულწილად არის ჩვენთვის გარკვეული საფრთხე. ამიტომ სახელმწიფო იმას ქვია, ვინც ამუშავებს წინასწარ გეოპოლიტიკურ პროგნოზებს და საფრთხებს გამოთვლის, რომ მზად შეხვდეს ამას. და არა ისე სპონტანურად, აი სადღეგრძელოში მოგივიდა რაღაცა კარგი აზრი, მოდი ჩვენ ბებიებს გავუმარჯოს, ბებიებს მართლა უნდა გავუმარჯოს, მოდი ჩვენს იმას რა ქვია რა მეზობელ ეკატერინეს ოჯახს და სხვა და სხვა. ეს კარგია სადღეგრძელო სუფრაზე ემოციურობა, მაგრამ პოლიტიკაში ემოციურობა, გაუთვლელობა, დაუპროგნოზებლობა, როგორც ვნახეთ ჩვენს მაგალითზე, მთავრდება კატასტროფული შედეგებით.